ისევ აგრძელებთ ძლევის წმინდა გიორგის ხატის რელიეფის ძერწვას და როგორც ხედავთ, ეს მარჯვენა ფეხი აქამდე მოვიყვანე. ეს ჯერ კიდევ პირობითად არის შესრულებული თითქმის ყველაფერი, მერე იწყება მომენტი დაწმენ და დასუფთავება. სამუშაოები, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია. ეს მთლიანობაში უნდა შევავსო, რაც მონახაზები არსებობს. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ამ ფორმების მაქსიმალურად ამოყვანას და ისე მდგომარეობაში მიყვანას, როგორც აი თავად შემდეგ ხატზე არსებობს. მაქსიმალურად ეს ჭედურია, ეს სხვა სტრუქტურა არის. აქ როგორც მოიხდნეს, ეს ბრინჯაოში უნდა იყოს, როგორც მოიხსენებათ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ გავაკეთოთ ისეთი, როგორც არის თვითონ ხატი. სიმაღლეები ყველაფერი დაცული იქნება, რა თქმა უნდა. გამოვწოთ და მოვიყვანთ. ესეც შევავსოთ ახლა, აქედან დავიწყოთ ჯობია. მოვიყვანოთ, დაიფაროს. სულ ესე პატარ-პატარა სტეკის მეშვეობით, აქ თითით ახლა ვერც მიუდგები და ვერც შეხვალ, მხოლოდ აი სტეკის მეშვეობით გეთდება ეს ყველაფერი. აი ესე პატარა დეტალები რომ ამოვიყვანოთ. ითვალისწინებ, რომ აი ბრინჯაოში როგორი იქნება, რომ ეს ცერტვის კვალიც თუ დაეტყობა, კარგი იქნება, უფრო ბრინჯაოს უხდება ლითონს. ხომალთან ამოვიყვანოთ. ესენი გავასუფთავოთ, გავწმინდოთ. მაღალ დონეზე იყოს ჩვენი რელიეფი. ჩვენთვის უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა გიორგის ხატი შესრულებული. ესე მოვყვებით ნელ-ნელა. აქ სიჩქარე მრავით არ გამოდის. ეს სულ ესე ნელ-ნელა უნდა მოწიო და ეფერო და სიყვარულით გავაკეთო თითოეული დეტალი. ამ დონეზეა დღეისათვის. მეგობრებო, ახლა შევწყვით ვიდეოს. აქამდე არის მოყვანილი ესეთი მდგომარეობა დღესდღეობით. შევწყვით ვიდეოს, დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე და ნახოთ რამდენს შევძლებ კიდევ.